ვლადიმერ ჩარჩიბაიას მიერ მიცემულ ჩვენებას სავარაუდოდ გამოძიება და მთავარი პროკურატურა გამოიყენებს გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რადგან კომენტარი, რომელიც თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა გამოკითხვის შემდეგ მედიასთან გააკეთა და ეს კომენტარი გულისხმობს მისი გამოძიების პროცესში მიცემულ ჩვენებას, ემთხვევა ქართული ოცნების მთავარ პრეტენზიებს, რაც ქართულ ოცნებას აქვს გიორგი გახარიასთან. უფრო კონკრეტულად, თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ამბობს, რომ საგუშაგოს აგება სოფელ ჩორჩანაში იყო ზიანის მომტანი საქართველოსთვის. ის ერიდება სიტყვა დანაშაულის გამოყენებას, თუმცა ამბობს, რომ სწორედ ამას მოჰყვა შედეგად საქართველოსთვის ტერიტორიების დაკარგვა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ წინასწარ ინფორმირებული არ იყო საგუშაგოს აგების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ჩვენება ამყარებს ქართული ოცნების ბრალდებას, პოლიტიკურ ბრალდებას გიორგი გახარიას მისამართით, რომ თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მოქმედებდა დამოუკიდებლად, თვითნებურად სახელმწიფო უწყებების ჩართულობის გარეშე, რადგან თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ამბობს, რომ მას ინფორმაცია წინასწარ საგუშაგოს აგების შესახებ ან ამ გადაწყვეტილების შესახებ არ მიუციათ მისთვის და ის გვეუბნება, რომ მეორე დღეს გაიგო ამის შესახებ. ჩვენ ბუნებრივია დამაზუსტებელი კითხვები დავსვით, როდის მოხდა მისი ინფორმირება საგუშაგოს აგებამდე, აგების შემდეგ, მაშინ როდესაც გზის გაყვანა მიმდინარეობდა თუ რა მონაკვეთში. მისი პასუხები შეიძლება ითქვას, რომ არის ბუნდოვანი, შესაბამისად კაფიოდ მაინც ვერ გავიგეთ ინფორმირება თავდაცვის ძალებისა, როდის მოხდა, როცა სოფელ ჩორჩანაში იგეგმებოდა საგუშაგოების აგება. ის ამბობს, რომ ყველაფერს გამოიძიებს ბუნებრივია გენერალური პროკურატურა, ასევე ენდობა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას და შეიძლება ითქვას, რომ მისი პოზიცია ემთხვევა ქართული ოცნების გზავნილებს, რაც აჩენს განცდას, რომ მისი ჩვენება იქნება გამოყენებული გახარიას წინააღმდეგ. მე არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა. ეს გავიგე მეორე დღეს სამსახურში, როდესაც მივედი დილის 9 საათზე, მაშინ გამაგებინეს, რომ ჩორჩანაში რაღაცა ხდებოდა. ქართული საგუშაგოების აღმართვასთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია და სულ ეს იყო. ეს პროცესი როდის დაიწყო, ზუსტად არ ვიცი. ღამე იყო, საღამო იყო. დილით რომ მივედი, ჩემმა თანამშრომლებმა დამახვედრეს ინფორმაცია, რომ ჩორჩანაში რაღაცა ხდება. შესაბამისად, ჩვენც დავინტერესდით აღნიშნული საკითხით, გავატარეთ შესაბამისი ღონისძიებები თავდაცვის ძალებში. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, საბრძოლოში მოყვანის რაღაცა განკარგულებები, თუმცა ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად რო ყოფილიყავით, ჩავატარეთ ათვირი, მაქსიმალური ყურადღება რო ყოფილიყო ქვედანაყოფებში, რომ ამ ინციდენტის შემთხვევაში მთავრობის მეთაურის და თავდაცვის მინისტრის ბრძანების შემთხვევაში ჩვენ რომ მზად ყოფილიყავით რეაგირებისთვის. უწყებამ მოგვართმა, როდესაც საგუშაგოები აღემართა, ან არ ვიცი მე რა ფორმით იყო უკვე ეს ქვიშის სტომრები იყო დალაგებული თუ ინდივიდები უკვე იდგნენ საგუშაგოზე, მაგრამ საკითხი იდგა შემდეგში, რომ საგუშაგოსთან რო დაკავშირება მომხდარიყო რამდენიმე საგუშაგოს შორის, საჭირო იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შესაბამისად, ჩვენ აღმოუჩნეთ ეს მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პერიოდში და მივაწოდეთ ის საშუალებები, რაც თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა. ეს გულისხმობს დაუშვათ იმ მატერიალურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გზის მიყვანას ობიექტამდე. რამდენად სწორი იყო საგუშაგოს აგება, იყო საზიანო, რა პოზიცია გაქვთ როგორც თავდაცვის ძალების მეთაური? მე ინფორმაცია არ გამოჩნდა, რამდენად არ ვიცი მე ამ ყველაფრის უკან რა იგი ამაზე მიპასუხს ვერ გაგცემ. შეიძლებოდა გაკეთებულიყო, როცა საფრთხე არსებობდა და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საჭირო იყო საგუშაგოს ახსნა აგება საფრთხის განეიტრალებას. არსებობს შესაბამისი კომისია, რომელიც იძიებს საკითხს და ისინი გაგცემენ ამბობთ ამ კომისიას. მენდობი რა თქმა უნდა. ეს თუ დანაშაულია, შეიძლება ერთი ადამიანის დანაშაული იყოს. დანაშაულს მე შეფასებას ვერ გავუკეთებ, მე მოსამართლე არა ვარ. ინფორმაცია რაც მაქვს ტერიტორიები დაეკარგა, ახლა დანარჩენი მე არ ვიცი. ბუნებრივია კიდევ ბევრი კითხვა ვლადიმერ ჩარჩიბაიასთან, თუ კი ის ფიქრობს, რომ სულ სხვანაირად მოიქცეოდა მას, რომ მიეღო კონკრეტული გადაწყვეტილება საფრთხის განეიტრალებისთვის, რატომ არ შეუშალა მაშინ ამ პროცესს ხელი, ან როგორ მოიქცა, როცა გადაწყვიტა ან ჩათვალა, რომ გზა, რომელსაც ირჩევდა მაშინ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო არასწორი, თუმცა როგორც ხედავთ, მან რამდენიმე სიტყვით, რამდენიმე წინადადებით გვითხრა გამოძიების შესახებ, გამოკითხვის შესახებ და შემდგომ უკვე დატოვა
გენერალური პროკურატურის შენობა. გაგრძელდება ხვალაც გამოკითხვები ამ თემაზე. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით ლევან იზორია არის ასევე გამოკითხვაზე დაბარებული. ამ პროცესს სამარცხვინოს და მოღალატეობრივს უწოდებს გიორგი გახარიას გუნდი. დღეს გამოკითხვებს ეხმაურებიან ამ პარტიაში და გვეუბნებიან, რომ მოღალატეობრივია ის, რაც დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ, რადგან ჩორჩანაში საგუშაგოს აგება იყო ერთადერთი შემთხვევა თანამედროვე ისტორიაში, როცა საქართველოს საკუთარი ტერიტორია დაიცვა. სპექტაკლი არის ხოლმე, როდესაც არსებობს რაღაც ლოგიკა და თქვათ მეორე მხარე შეგიძლია დაარწმუნოს შენი სიყალბის რაღაცა თქვათ ესეთ მოდელირებულ სიმართლეში, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთი სამარცხვინო და ისეთი მოღალატეობრივი საქმე აქვს დაწყებული პროკურატურას, უბრალოდ მე ეს ადამიანები როგორ აპირებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას, ან თუ გონიათ რომ სულ პროკურორები იქნებიან, მაგრამ ნუ გამოცდილება აქვთ იმისი, რომ თქვათ, როდესაც რეჟიმები შეიცვალა, ეს ვინც კი ნაგავი იყო, ყველა დაიტოვეს. შესაბამისად ვიღაცებს გონიათ, რომ რაღაცნაირად ისევ გადალაგდებიან, მაგრამ როდესაც ასეთ რაღაცას აწერ ხელს, ადამიანს ედავები იმას, რომ საკუთარი მიწა-წყალი რატო დაიცავი და რატო არ მიეცი რუსებს და სეპარატისტ ოსებს საქართველოს ნაწილი, საქართველოს გულის ნაწილი. ამას საერთოდ ლოგიკა არ აქვს. საქმე, რომელიც ახლა მიმდინარეობს გენერალურ პროკურატურაში, ეს ეხება საბოტაჟის საქმეს და სწორედ ამ ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება სოფელ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით მთავარი პოლიტიკური ბრალდება, რაც აქვს ქართულ ოცნებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ, არის საგუშაგოს აგება, რომელზეც საგამოძიებო კომისიამ ორჯერ გამოკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნება მას აბრალებს თვითნებურ დამოუკიდებელ მოქმედებას სოფელში და მთავარი ბრალდება არის ის, რომ სწორედ საგუშაგოს აგების შემდეგ დაკარგა საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი და ეს იყო და ქართული ოცნება ცდილობს პროცესი ისე წარმოაჩინოს, რომ ეს იყო სწორედ გიორგი გახარიას ამ გადაწყვეტილების შედეგი, რადგან მან საგუშაგოს აგების შესახებ არავის ინფორმირება არ მოახდინა. საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, რომ ვისაც უნდა სცოდნოდა ამის შესახებ ყველაფერი იცოდა და შესაბამისად გახარიას გუნდი ამბობს, რომ ეს პირიქით იყო შემთხვევა, როცა ქვეყანამ საკუთარი ტერიტორია დაიცვა. ნახოთ რა აჩვენებას მისცემს საგამოძიებო უწყებას. უკვე ხვალ ლევან იზორია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დღის პირველ საათზე არის დაბარებული გენერალურ პროკურატურაში.